10,000 ლარი სასტუმრო ინტურის სრულიად საქართველოს პატრიარქის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებული საზეიმო მიღებისთვის. 11,240 ლარი ამავე სასტუმროს პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებით სასტუმროს 18 ნომრის საფასურისთვის. 9,500 ლარი საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელთათვის გამართული სადილისათვის. 28,340 ლარი თამარ გვერდწითელის სახელობის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეების სასტუმრო ხარჯებისათვის. ეს აჭარის მთავრობის მიერ 2013 წლიდან 2014 წლის 10 მაისის ჩათვლით ოფიციალური დელეგაციების მიღებისთვის გაწეული ხარჯების არასრული მონაცემებია. ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ბათუმის წარმომადგენლობა ავრცელებს. მალხაზ ჭკადუა მონაცემებს 2013 წლის 1 ივნის ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე დახარჯულ თანხას ადარებს და ყურადღებას მთავრობის მიერ აღებულ პრიორიტეტებზე ამახვილებს. სხვა ღონისძიებებთან ერთად სიღარიბის ზღვარს ქვემოთა სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვების გამასპინძლებისათვის აჭარის მთავრობამ 423 ლარი დახარჯა. ინტურის პალაში არის გადახდილი 10,000 ლარი, ასევე 18 ნომრისთვის ამავე სასტუმროში გადახდილია დაახლოებით 12,000 ლარი, მუსლიმთა თემის წარმომადგენლებისთვის მიღების გამართვაზე დახარჯულია დაახლოებით 10,000 ლარი და ამ დროს ბავშვთა დაცვის დღეს 1 ივნის მიუსაფარი და ობოლი ბავშვების გამასპინძლებისთვის სულ რაღაცა 430 ლარი არის დახარჯული. ჩვენ ვეკითხებით მთავრობას რა არის პრიორიტეტი მისთვის, ის რომ რელიგიური ორგანიზაციები, რომლებსაც ისედაც აქვს დაფინანსება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო პირებისგან, კიდევ ერთხელ დააფინანსოს და მათი კომფორტისთვის იზრუნოს, თუ ნამდვილად ყურადღება გაამახვილოს იმ ჯგუფებზე, რომლებიც ნამდვილად საჭიროებენ დახმარებას.